გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. ეკონომიკის 8,6%-იანი ზრდა ივნისში და 7,9%-იანი ზრდა 6 თვეში. რამდენად მდგრადია საქართველოს ეკონომიკური დინამიკა, როგორია ეკონომიკის ზრდის სტრუქტურა, რა დგას ოფიციალური ციფრების მიღმა, რამდენად დიდი დადებითი შოკი იყო ეკონომიკისთვის რუსეთ-უკრაინის ომი და ველოდოთ თუ არა უარყოფით შოკს საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის და რისკების ანალიზში დღეს ეკონომისტი რატი ციკლაური დაგვეხმარება ის რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გარდა საქართველოს ეკონომიკური სასწაულის გამომწვევი ფაქტორებისა მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრებთ საინვესტიციო კლიმატზე ქვეყანაში, სადაც შიდა პოლიტიკურ კრიზისს დასასრული არ აქვს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესს საჯაროდ აზრის გამოხატვის საკუთარი პოზიციის დაფიქსირება კანონით აეკრძალა თუ თემა უშუალოდ მის საქმიანობას არ ეხება. მაგალითად საწვავის ბიზნესში თუ ხართ, მხოლოდ ნავთობის ფასების ზრდა კლებაზე, მოქმედ ფაქტორებზე უნდა ისაუბროთ. სასტუმროების ბიზნესში თუ საქმიანობთ, მხოლოდ ტურიზმზე და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობად მიგაჩნიათ და თან ფიქრობთ, რომ დასავლეთისგან იზოლაცია თქვენი ბიზნესის განვითარების ტემპსაც ანელებს, თუ არ აფერხებს, თქვენი კომპანიის სახელით ამაზე საუბარი შეიძლება კანონდარღვევად ჩაგითვალონ, რაზედაც ჯარიმაა ან ციხე. მე რა რომ ბიზნესმენი ხართ, ასაქმებთ ადამიანებს ამ ქვეყანაში, ზრდით ეკონომიკას და ათეულობით მილიონი ლარი შეგაქვთ ბიუჯეტში გადასახადების სახით, რომელსაც შემდეგ მთავრობა ხარჯავს და საკითხავია რამდენად ეფექტიანად. კორუფცია რომ უცხო არ ყოფილა ქართული ოცნების ხელისუფლებაში, ამაზე ბევრი ფაქტი მეუთითებს, რაზედაც წლებია მედია და არასამთავრობო სექტორი წერდა, საუბრობდა, მაგრამ რეაგირება არ იყო. დღეს კი ციხეში აყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, მინისტრების ყოფილი მოადგილეები და ასე შემდეგ სიაგრძელია. როგორ მოქმედებს შიდა თუ გარე ფაქტორებით გამოწვეული პრობლემები ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებაზე და რა ნაბიჯებს უნდა გამდეს მთავრობა დღეს, რათა ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი, რომელიც პოსტპანდემიური პერიოდიდან გვაქვს, შენარჩუნდეს. რა თქმა უნდა, ამ თემებზეც ვისაუბრებთ, თუმცა ვიდრე ინტერვიუს დავიწყებ, ძალიან მოკლედ მოგიყვებით საქსტატის მიერ დათვლილ და ნათქვამ ეკონომიკის 8,6%-იანი ზრდაში, რომელიც ივნისში დაფიქსირდა, რომელი სექტორები იყო მთავარი. საქსტატის მენეჯმენტის თანახმად კონკრეტული სექტორების მიხედვით ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა დამამუშავებელმა მრეწველობამ წინა თვეში, სადაც წელს პირველად ნავთობის გადამუშავების სექტორი დაწინაურდა, როგორც ვიცით, ყულების ქარხნის ხარჯზე, ეკონომიკურ ზრდაზე ასევე გავლენა იქონია ლოგისტიკის სექტორის გააქტიურებამ, განსაკუთრებით საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით გააქტიურდა მშენებლობის სექტორიც, ასევე ზრდა იყო ტრადიციულად IT სექტორში და საფინანსო სფეროში, სადაც ზრდას ძირითადად განაპირობებს, როგორც საქსტატში განმართავენ, კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატება. კლების ტენდენცია კი გასულ თვეში დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში. როგორც საქსტატის დირექტორმა გოგიტა თოდორაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კლების ტენდენცია გამოვლინდა კერძოდ ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებაში, რომელიც დაახლოებით 16%-ით შემცირდა. BMG-ის მკითხველებისთვის და მაყურებლებისთვის ცნობილია, რომ წელს საქართველომ ვერ მოახერხა ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაცია, გაგვიჭირდა ექსპორტი, ანუ საექსპორტო ბაზრები არ იყო და შესაბამისად გენერაციის ობიექტებს ელექტროსისტემამ შეუზღუდა მუშაობა. ენერგეტიკის სექტორის ინფორმაციით ზარალი დაახლოებით 100 მილიონ ლარამდე იყო. რა მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმა აქვს სახელმწიფოს, რათა ჰიდროელექტროსადგურებს წყლის დაღვრა არ მოუწიოთ და შესაბამისად ქვეყანამ შემოსავლები არ დაკარგოს ამ თემაზე. 10-მდე კითხვით ეკონომიკის სამინისტროს ივლისის დასაწყისში მივმართეთ ჯერ კიდევ, მაგრამ პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია, იმედია კანონის ვადის დარღვევით, მაგრამ მაინც მოგვაწოდიან პასუხებს ამ და სხვა თემებზე, რაზედაც არაერთი წერილი გვაქვს გაგზავნილი ეკონომიკის სამინისტროში და კიდევ ბევრი კითხვა გვაქვს. მათ შორის იმ განცხადებებსა და შეფასებებზე, რომლებსაც ოფიციალური პირები აკეთებენ ხოლმე პერიოდულად, მათ შორის დღესაც, მაგალითად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, რომელიც პრეს-რელიზის სახით სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის, რაშიც შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც, მაგრამ გვაქვს კითხვები. რა წვლილი აქვს ამ ზრდაში მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რეფორმებს, რომლებსაც ახორციელებენ ხელისუფლებაში, რადგან ქართული ოცნება
13 წელია უკვე საქართველოს მთავრობას წარმოადგენს და პოსტპანდემიურ პერიოდამდე თუ გადავხედავთ რიცხვებს, რატომღაც ეკონომიკის ზრდის ტემპი საშუალოდ 4,5% ფარგლებში მერყეობდა და უფრო დაბლა. ეს ისე ინფორმაციისთვის. მოკლედ, რამდენად მდგრადი და ინკლუზიურია საქართველოს ეკონომიკის ზრდის დინამიკა? ოფიციალური სტატისტიკის ანალიზში ეკონომისტი რატი ციკლაური დაგვეხმარება, როგორც უკვე თქვი, ის უკვე ხაზზეა. საღამოშთობის რატი, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვერდთობით გადაცემაში. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. რატი 6 თვეში ეკონომიკის თითქმის 8%-ით ზრდა, ხოლო ივნისში თითქმის 9%-იანი ზრდა ნამდვილად არა ცუდი მაჩვენებელი, მაგრამ თუ ეკონომიკის სტრუქტურას და ზრდის ფაქტორებს, ზრდის ხარისხს კარგად გავაანალიზებთ, თქვენი აზრით, ან თქვენ პირადად რამდენად დაეთანხმებოდით მარიამ ქრუიშვილის მოადგილის შეფასებას, რომ საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის და ზოგადად ნებისმიერი ქვეყნისთვის. ასე კარგად არის ჩვენი საქმე. მადლობა დელარა. გავაკეთებ კომენტარს თქვენ შესავალთან დაკავშირებით, ასევე მინდა გამოვეხმაურო და თქვენს კითხვასაც უპასუხებ ამ პროცესში. დიახ, გასული 6 თვის ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავად გამოიყურება. მთავარი პრობლემა, კი რაც ამის უკან დგას, არის ის, რომ რიცხვები ხანდახან სურათს ისე არ ასახავს, როგორც გვინდა, როგორც სასურველია რომ დავინახოთ და ხანდახან ისე შეგვიძლია წავიკითხოთ ეს რიცხვები, როგორც გვაწყობს ხოლმე გააჩნია უბრალოდ რა მხარიდან უყურებთ ამას და რა არის ჩვენი მოტივები. თუ ჩვენ მაგალითად დავაყენებთ საკითხს ასე, რომ საქართველოს ეკონომიკა მაგალითად 8.6%-ით გაიზარდა ივნისში, დავაყენებთ საკითხს ესე, რომ ვიტყვით, რომ საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა წლის პირველ ნახევარში, დიახ, ეს იქნება ის რიცხვები, რომელიც პირდაპირ თუ შევადარებთ მაგალითად ევროპის ქვეყნებს, აგერ შემიძლია გითხრათ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ გასულ კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა 1.9% გაიზარდა, დიახ, ეს რიცხვები აღმოჩნდება, რომ საქართველოს წარმოადგენს რაღაც ძალიან დიდი ფორის მქონე ქვეყანას, რომელიც წინ უსწრებს ყველა დასავლელ პარტნიორს. ეკონომიკურ სასწაულს აქვს ადგილი. დიახ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ რიცხვების უკან უნდა დავინახოთ კონტექსტი, უნდა დავინახოთ თქვენ სწორად აღნიშნეთ ინკლუზიურობა, მე ამაზეც მინდა რომ დღეს ვისაუბროთ, რატომ შეიძლება საქართველოს ეკონომიკა და ეს რიცხვები, რასაც საქსტატი გვაძლევს, ნამდვილი და სინამდვილე და მეცაც ვიტყვი ალბათ ოპტიმისტური და გასახარი იყოს, მაგრამ არ წარმოადგენდეს ამ ეკონომიკურ დოვლადს არ ასახავდეს უბრალოდ ეკონომიკურ დოვლადს, რომელიც მივა შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს. ეხლა რატო უგულისხმობ, რას გულისხმობთ ამას ვიძახი, დიახ. ამ ეკონომიკური ზრდის უდიდესი ნაწილი მოდის IT სექტორზე, მოდის ლოჯისტიკაზე, მოდის ავტომობილების ექსპორტზე, მოდის ნავთობგადამუშავებაზე, ყულევის სპორტი ახსენეთ თქვენ და თავარი პრობლემა, რომელზეც მე ფიქრობ, რომ ვისაუბრო არის ამ შემთხვევაში, არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან ზედმეტად და საშიშად დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე. დაწყებული 2022 წლიდან თქვენ კოვიდი ახსენეთ, მაგრამ მე მინდა რომ აქცენტი უფრო მეტად გავაკეთო უკრაინის ომზე, რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში. დიახ, პოსტ-კოვიდის შემდეგ ყველა ქვეყანას ჰქონდა აღდგენა, ეს ყოველწესი არის, ხო დაღმავალი ციკლის მოყვება ხოლმე შემდეგ აღდგენა. ზამბარის ეფექტი ეგრეთ წოდებული. დიახ, ზამბარის ეფექტი, უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში ეს ზამბარის ეფექტი გაგვიგრძელდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, იმის გამო რომ ჩვენ ირიბად ან პირდაპირ გააჩნია კონკრეტულ სექტორებს, ხეირობთ ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტი. ეხლა ეს რას ნიშნავს? ხო, ამ შემთხვევაში რო გავიხსენოთ 2022-2023 წლის პერიოდში დაახლოებით, ეხლა ზუსტი რიცხვის აქ დაკონკრეტება ალბათ რთულია, მაგრამ მე მგონი შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 100,000-მდე მიგრანტი მივიღეთ ბელორუსიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან. ამ ხალხმა ჩამოიტანა ფული, ამ ხალხმა ჩამოიტანა კაპიტალი, იმიტომ რომ ალბათ დიდ ესე ვთქვათ შორს წვეტელობას არ საჭიროებს იმის თქმა, რომ ეხლა ძირითადად ვინც მოახერხა ომს გამოქცევა ერთი მხრიდან იქნებოდა თუ მეორე მხრიდან შეძლებებით შეძლებული ფენა იყო, რომ ესაც გააჩნდა გარკვეული დანაზოგი. შემდეგ აქ შეიქმნა გარკვეული ჰაბები, ხო, ჩვენ ვიცით მაგალითად, რომ არსებობს რაღაცა კონკრეტული უბნები თბილისში, სადაც ძალიან ჭარბობს მაგალითად რუსული იქნება, ბელარუსი, უკრაინული მოსახლეობა, ჭარბობს კონკრეტული ბიზნესები, რომელსაც გააკეთეს და მათ შორის ერთი ძალიან საინტერესო რიცხვი მინდა ჩვენს მსმენელს შევთავაზო. საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 3% იყო IT სექტორის წილი 2022 წელს და დღეს წარმოადგენს დაახლოებით 6.5%. თითქმის გაორმაგდა
IT სექტორის წილი ჩვენს ეკონომიკაში და ეს იყო 100%-ით არა თქმა უნდა, მაგრამ უდიდესი პროცენტით დამოკიდებული სწორედ ამ მიგრაციაზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ რეგიონში კონფლიქტის გაჩაღებით. ამას მოყვა ასევე ერთი ძალიან საინტერესო ამბავი, რომლითაც ფაქტობრივად საქართველოს ეკონომიკა ძალიან დიდი სარგებელი მიიღო ბოლომდე წლის განმავლობაში. ეს არის ავტომობილების რეექსპორტი ჯერ ყაზახეთსა და ყირგიზეთში, როგორც ჩვენთვის ეს ცნობილი არის, მაგრამ შემდეგ ეს მანქანები საბოლოო ჯამში რუსეთში მიდის და ამაზე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც არაერთხელ გისაუბრეთ, თქვენც არაერთხელ მისაუბრია. ეს გულისხმობს იმას, რომ რუსეთის მიერ უკრაინას შეჭრის შემდეგ ამ ბაზარზე გაჩნდა სერიოზული დეფიციტი დასავლური მწარმოებლების და არა მხოლოდ დასავლური, მათ შორის იაპონური, განსხვავებით სამხრეთ კორეული მწარმოებლების, ზოგი იმის გამო რომ გავიდა, ზოგი იმის გამო რომ ლოჯისტიკური ჰაბები გაწყდა და საქართველოს ამ შემთხვევაში აღმოჩნდა სწორად პოზიციონირებული ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენი ისედაც სწორედ აი ამ რაღაცა გეოგრაფიულად ძალიან მომგებიან გზაზე ვართ ხო და ვიმყოფებით და შესაბამისად ჩვენ აღმოჩნდით ქვეყანა, რომელმაც შავი ზღვის გავლით შეძლო რომ ავტომობილების რეექსპორტი განეხორციელებინა რუსეთში, ოღონდ რუსეთთან პირდაპირ კონტაქტის და პირდაპირ ჯაჭვის გარეშე, ანუ ჩვენგან რუსეთში არ გადის მანქანები, ის გადადის ცენტრალურ აზიაში და შემდეგ მიეწოდება მათი უდიდესი ნაწილი საბაზაროზე. ხშირად ჩდება ალბათ ამიტომაც და კიდევ სხვა მაგალითების უფაქტორების გამო ხომ არ აქვს საქართველოში ადგილი სანქციების გვერდის ავლა, თუმცა კარგია რომ ბეწვის ხიდზე გავდივართ ჯერჯერობით და არავის არ წავუჭერივართ, ასე ვთქვათ, ან ყველა რაღაცებს ხვდება, მაგრამ რაღაცებსაც გაგებით ეკიდებიან. მინდა ვისაუბროთ მომავალზე და უფრო პერსპექტივაზე. თქვენ ახსენეთ, რომ კი დღეს შთამბეჭდავია ნამდვილად ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა, სხვა ფაქტორებიც, მაგრამ საშიშად არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზეო. რამდენად საშიშად და თქვენ მაინტერესებს ბოლო პერიოდში ხშირად ვსვამთ უკვე ამ კითხვას, ეკონომისტების რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც მიიჩნევს, რომ თუ დადებითი შოკი იყო რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკისთვის, ომის დასრულება შეიძლება იყოს უარყოფითი შოკი? თუ შეიძლება ამითაც ვიხეიროთ, თუ საქართველოს ეკონომიკამ ესე პირდაპირ არა და ვერა, მაგრამ ქართულმა ბიზნესებმა მიიღონ მონაწილეობა აქტიურად იგივე უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში? კი ბატონო, მე ჯერ გავაკეთებ კომენტარს რა შეიძლება იყოს დადებით და უარყოფითი მხარეები კონფლიქტის დასრულებით და შემდეგ ჩემს მოსაზრებას გაგაცნობ. პირველი ალბათ რაც შეგვიძლია ვთქვათ არის, რომ საქართველოს აი ეს პირველ რიგში შემცირებული არის უკვე ეს ამის თქმა მინდო და ბოლოს ეღანა ბარემ ეხლა ვიტყვით თქვენს კითხვაზე პასუხს გაცემას გამოვიყენებ. შემცირებული არის მნიშვნელოვნად ავტომობილების რეექსპორტი საქართველოსთან და სწორედ ისიც იმის გამო, რომ აი ის მოხდა, რაც თქვენ ბრძანეთ ეხლა, რუსეთმა ისე ჩვენ ხო აღნიშნეთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხეირეთ ამ არსაიდან გაჩენილი ქარის მოტანილი შესაძლებლობით. სწორედ ასევე შესაძლებლობა ქარმაც აიღო იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთმა გამოაცხადა ძალიან მაღალი ტარიფები იმპორტირებულ ავტომობილებზე მათ ქვეყანაში, შესაბამისად საქართველოში ეს ბაზარი, ასე ვთქვათ, მარკეტულად რო ვთქვათ, ჩაწვა და დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, თქვენც ბევრჯერ გაგიშუქებიათ ადამიანები, რომლებიც ეს ბიზნესი ჰქონდათ და ეხლა უკვე საუბრობენ, რომ მანქანების გაყიდვა უჭირთ. ანუ ნახეთ, პრობლემა ეხლა სად არის. საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებული არის ერთი მხრივ ფაქტორზე, რომელიც ხვალ შეიძლება აღარ გქონდეს და ეს ფაქტორი არის ომი და ეს ფაქტორი არის ძალიან მერყევი და არავინ იცის რა მოხდება და რა თქმა უნდა ამის დასრულების შედეგად თუ ჩვენ ვიხილეთ რაღაცა პოზიტიური რეზოლუცია, რაც ავიცი ზართული წარმოსადგენია, მაგრამ ვიხილეთ პოზიტიური რეზოლუცია ამ კონფლიქტის, მაშინ არსებობს სერიოზული რისკი უკან გადინების კაპიტალის, არსებობს სერიოზული რისკი მათ შორის ბანკებს აქვს სერიოზული რისკი და ბანკები ამას სერიოზულად მუშაობენ და სტრეს სცენარებს ქმნიან, რომ აი ეს კაპიტალი, რომელიც თქვათ რუსეთ-უკრაინის ომში და თქვათ რუსული სანქციების გამო და რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული სანქციების გამო ქართული ბანკები გახდა შედარებით უფრო მიმზიდველი, მაგალითად კონკრეტული პასპორტის მქონე ადამიანებისთვის, ეს ამბავი შეიძლება დასრულდეს იმითი თუ ეს პოზიტიური რეზოლუცია ვიხილეთ, ხო? შეიძლება დასრულდეს, რომ ადამიანები, რომლებიც აქ არიან ეხლა, მაგრამ თლად ბედნიერები არ არიან სიტყვაზე, დაბრუნდნენ იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ. ანუ ეს როგორც შემოვიდა, თქვა, შეიძლება გასვლაც ვნახოთ ამისი, მაგრამ ნახეთ ეხლა დადებით ხარესაც გეტყვით, რომ ჩემი აზრით შეიძლება პოზიტიური იყოს რეგიონისთვის, როგორც ფულადი ნაკადების მოდინებისთვის, იმიტომ რომ კონფლიქტი როგორც წესი ყოველთვის აფრთხობს ხოლმე ინვესტიციებს, ამიტომ პოზიტიური რეზოლუცია შეიძლება იყოს. ჩემი აზრი ხარ რომ გაგაცნოთ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავრობის და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იმდენად მობიერი,
მე ვიტყოდი განურჩეველია, ანუ ყოველგვარი კითხვების დასმის გარეშე ვუქმნით კომფორტს ბელორუს, რუს, უკრაინელ მიგრანტებს, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში შემოდიან. ჩემთვის ცოტა ძნელი წარმოსადგენი არის, რატომ უნდა წავიდნენ აქედან, რატომ უნდა წავიდეს კაპიტალი აქედან. პირიქით მე საფრთხეზე მინდა ვილაპარაკო ახლა. ძალიან სერიოზულად ვდგებით ერი იმის წინაშე, რომ კონკრეტულ ადგილებში ხდება ფასების, სარეკრეაციო ზონების, რესტორნების, სასტუმროების და ყველა სხვა საცხოვრებელთან დაკავშირებული ბიზნესების მორგება უცხო პასპორტის მქონე ადამიანებზე, რომელსაც განსხვავებული გადახდის უნარიანობა აქვს, განსხვავებული პოზიციები აქვს და განსხვავებულად, როგორ ვთქვათ, ვებყრობით ჩვენს ქვეყანაში. საფრთხერაშია დავაკონკრეტებ და შემდეგ ის რომ რაღაც მომენტში შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც მომენტში რომ საშუალო სტატისტიკური, აი ძალიან მარტივად რო ვთქვა, საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის კონკრეტული უბნები, თქვათ ვაკე, თაცმინდა აღმოჩნდეს ფიზიკურად შეუძლებელი ბინა იყიდოს ადამიანმა, ბიზნესი გააკეთოს ადამიანმა ან სხვა რაღაც. უბრალოდ ინფლაციის გამო, იმიტომ რომ აქ კონკრეტული ადამიანები უფრო ბევრის გადამხდელები არიან, იმიტომ რომ ისინი დიდი ფულით არიან შეუმჩნეველი. რატი, რათა დარიქს უნდა იჭერდეს დღეს, როგორც ბიზნესი, თქვენ ბანკებიც ახსენეთ, ისე სახელმწიფო მთავრობა, აი იმ რისკების გადასაზღვევა და იმ სცენარების, რაც შეიძლება მოიტანოს ომის დასრულებამ, მიგრანტების ეფექტის მილევად რეჟიმში გადასვლამ კიდევ უფრო მეტად. დიახ. აი ნახეთ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ საქართველოს ხო თანხმდებით ძირითადად შეიძლება მთავრობა ამას არ აღიარებს, მაგრამ ისე მაინც ხვდებიან რომ ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი იყო დიახაც რომ საგარეო ფაქტორები. ეს საგარეო ფაქტორები თუ მიილია, მე რას ვახვედრებთ აქ ინვესტორებს, აი სულ რომ იგივე საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც გაქრეს ის კითხვები, რაც არის, იქამდე მივდიოდით ევროკავშირისკენ, მაგრამ საინვესტიციო კლიმატი არ ბრწყინავდა ჩვენი და არაერთი პრობლემა აქვს, ხომ ვიცით ყველა. აუცილებლად. აი ნახეთ, ძალიან კარგი კითხვა არის და ამაზე ჩემს გულწრფელ პასუხს გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ არაფერია დასაძრახი იმაში, რომ ქვეყანა მიხეიროს მათ შორის რეგიონში ომის კონკრეტული სარგებელი მიიღოს აქედან ეკონომიკურად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შანსი, რომელიც საქართველოს აღმოაჩნდა, ავად თუ კარგად და მთავარი ახლა რაც აქ უნდა გაკეთდეს არის, რომ ეს ერთჯერადი ქარის მოტანილი ვახსენეთ, ხო? მოხდეს ამ დაგროვილი აკუმულირებული კაპიტალის გამოყენება ქვეყნის ისეთ განვითარებაში, რასაც ჩვენ დგრადს ვეძახით, ხო? ანუ მაგალითად, ეხლა რა ვიგულისხმეთ ჩვენ? ეკონომიკურ ზრდაზე როცა ვლაპარაკობთ, მთელი ეკონომიკური ზრდა მოდის, ესე იგი, და საგარეო ვაჭრობაზე ვქონდა მაგალითად აქცენტები რამდენიმე ხნის წინ, როცა ვისაუბრეთ, რომ ხულევის პორტი არის მთელი საგარეო ვაჭრობის ზრდაში, ექსპორტის ზრდაში დაახლოებით 70%-ის წილი აქვს მაგას. ანუ წარმოიდგინეთ, ესე იგი, ლომის წილი ჩვენი ექსპორტის ზრდაში, ქვეყნის ექსპორტის ზრდაში აქვს ქარხანას, რომელიც ამუშავებს ნავთობს, რომ საქართველოს ნავთობის საერთოდ არ არის. თუმცა რატი აქვე კითხავთ, ამაზე მეც მაქვს ხშირად როგორც ჟურნალისტ კითხვები, თუ ყულების ნავთობ გადამამუშავებელმა ქარხანამ თანდათან დაიწყო და ეს განაცხადი გაკეთებული აქვს, ვიდრე ის მოხდებოდა ბოლოს სანქციების ჩამონათვალში ევროკავშირის, რომ დივერსიფიკაცია ნავთობის წყაროების, ასევე აპირებს რომ მათ შორის საექსპორტო ბაზრები შეცვალოს. ანუ თუ ეს დარჩა და ამ გზით ნამდვილად იარეს, ეს იქნება უკვე ქართული ეკონომიკის ნაწილი და რატომაც არ არის ესეც გქონდეს. აი, ერთი პრობლემა არის ელარა მან, რომ ეს რასაც ჩვენ რიცხვებში ვხედავთ, მაგალითად 400 მილიონი, 500, აი მაგალითი რო გითხრათ, ეხლა ნავთობი პროდუქტების ექსპორტი იყო საკტაის მიხედვით დაახლოებით 500 მილიონი ბოლო თვეებში და აქედან პრობლემა სად არის, იცით, რომ ამისი დაახლოებით 75% არის ბიგღირებულება, რომელიც ასევე ჩვენი არ არის, შემოვიტანეთ ერთი ქვეყნიდან და ეხლა სანქციების გვერდისავლა და ერთი, აი, ლეგალური საკითხი რო გვერდზე გადავდო და მხოლოდ ეკონომიკურად გიპასუხოთ, თუ 75% რაღაცის სხვისგან იყიდე და შენ მხოლოდ 25% მოვუგე თავზე, გამოდის, რომ ისეთიც არ გიხდი. ნუ როგორც ავტომობილების რეექსპორტის შემთხვევაში რაღაც ეგრეთ წოდებული კვერცხის ნახარშის ეფექტი, მაგრამ მაინც ლეგალურად. ანუ პოზიტიური ამბავი არის, მაგრამ ჩემი როგორც მაგალითად ეკონომისტის კითხვა აქ იქნებოდა ესეთი, რომ ანუ ეს არის, რასაც ეყრდნობა ქვეყანა, რომ მთავრობის პოლიტიკა სად არის, მაგალითად ჩვენ ვიხეირეთ თქვა უკრაინის ომიდან
კუთხიდან. ვიხეირეთ ცოტა, მაგრამ ყულევის ქარხანა ვახსენეთ აქ და მაგალითად იმის რა ქვია, ნედლეულის ექსპორტი მინდა რომ კომენტარი გავაკეთე, იმიტომ რომ ძალიან გაეზარდათ თვითღირებულება ოქროს მომპოვებლებს, სპილენძის გადამუშავებლებს და გვარჯილის ანუ აზოტოვანის ასუქის წარმოებლებს საქართველოში ირანის ომის გამო, იმიტომ რომ ჩაიკეტა რეგიონი. ეს ბუსტერია, ხო? ეს არის შენი ეკონომიკისთვის ბუსტერი. ავიღეთ ეს ფული, მოხდა აკუმულირება. მთავრობათან ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ბიუჯეტს ვასრულებთ კი არა, ვერ უხარჯავთ. ანუ შემოსავლები უფრო მეტი არის, ვიდრე მთავრობის ხარჯები პირველ 7 თვეში ამ წლის. კითხვა არის ეგეთი, რომ ეს ფული მაშინ სად მის, ანუ რა პოლიტიკა აქვს მთავრობას, რომელიც გახდია ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას მდგრადს, იმიტომ რომ რასაც ახლა ვხედავთ არის, რომ უმუშევრობა კვლავ ძალიან მაღალია, ასევე ერთი საინტერესო ამბავი, რომ უმუშევრობის დონე ბოლო წლებში მცირდება, მაგრამ აქ ძალიან მარტივი მათემატიკური გზით შეგვიძლია გავარკვიოთ, რომ ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ ხალხი უბრალოდ საცხოვრებლად მიდის ქვეყნიდან და უმუშევრად აღარ ითვლება, იმიტომ რომ აქ აღარ ცხოვრობს საერთოდ. ბოლო წლებში სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა, რომელიც ასევე სტატისტიკას ალამაზებდა, ეს მთავრობამაც აღიარა. აბსოლუტურად. ამას ემატება ის, რომ ეს საშუალო ნომინალური ხელფასი იზრდება და დასაქმების დონე მცირდება, ანუ ინკლუზიურობის პრობლემა გვაქვს ადამიანების კონკრეტული კატეგორია ქვეყანაში, რომლებიც ცხოვრობენ ძალიან კარგად და მიბმულია მათი კარგად ცხოვრება სწორედ ამ ბუსტერ ეფექტებზე და საგარეო ეფექტებზე და ყავს მთელი მოსახლეობა, რომელიც ვერ არის მიბმული ამ კონფლიქტზე და ეხლა ფიქრობს, რომ ანუ მდგრადი განვითარება სად უნდა იყოს. მაგალითად, სად უნდა იყოს ინვესტიცია. თქვენ ახსენეთ თელარა და ამაზე მინდა კომენტარი გავაკეთე, იმიტომ რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ყოველთვის როგორც განვითარებადი ქვეყანა, ყოველთვის ვიყავით და დღესაც ვრჩებით იაფ, ანუ კაპიტალისტვის იაფ ქვეყნად, ანუ სადაც კაპიტალი შემოვა, იაფად რაღაცებს გააკეთებს და ამით დიდ ამონაგებს მიიღებს. თუმცა უკვე არც ისე იაფად, როგორც ამბობენ. მაგრამ უკვე ამას შემოდის ლეგალური რისკები შემოდის, ხო? ყულევზე მაგალითად ევროკავშირის, ანუ ძალიან ბევრ ბიზნესს აქვს კითხვა ესეთი, რომ კი ბატონო, შეიძლება რაღაცები იაფი, შეიძლება მუშახელი იაფია საქართველოს. შეიძლება გადასახადები არ არის ესეთი მაღალი როგორც ევროპის ქვეყნებში, მაგრამ თუ ამას ემატება სანქციების რისკი, თუ ამას ემატება ის, რომ მთავრობას როგორც მოენდომება, ისე შეუძლია რომ გადაწყვეტილებები მიიღოს ან შეცვალოს, მაშინ მე რატო უნდა წავიდე ეს ქვეყანაში. და ასევე მესამე ერთი ძალიან საინტერესო რაც მინდა გითხრათ, FDI-ზე მინდა ველაპარაკო. FDI, ანუ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები არის ეკონომისტებში ცნობილი როგორც ზოგადი ეკონომიკის, ანუ ზოგადი ინკლუზიურობის თავი საზომი, იმიტომ რომ იგულისხმება ხოლმე რომ აი ყველასთან მიდის საბოლოო ჯამში პირდაპირ ხო ეფექტი. გაზრდილი იყო ეხლა, თუმცა ეს გაზრდა ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ პოსტ-კოვიდის მერე გვქონდა ცოტა აღმასვლა, იმიტომ რომ ეს რიცხვები, რომელიც ეხლა გვაქვს ჩვენ FDI-ში გვქონდა ადრეც, ანუ ეს არის რაღაცა ბუმი FDI-ს, უბრალოდ ერთი ძალიან საინტერესო რაღაც მინდა გითხრათ, იმის ფონზე, რომ ჩვენი ქვეყანა ხშირად აღმოსავლეთისკენ იხედება, ხო, ბოლო პერიოდში იქ რაღაცა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის რეზოლუციის ფონზე, რომ გაიზარდა ევროკავშირის ინტერესი, თუნდაც აზერბაიჯანული გაზის მიმართ, ჩვენ იქ არა ვართ. ის რომ ერთ დროს საქართველოს იყო მაგალითად აუცილებელი კორიდორი აღარ დგება აუცილებლობაზე ახლა საკითხი, იმიტომ რომ თურმე შეუძლიათ აზერბაიჯანს და სომხეთს რო ერთმანეთთან ილაპარაკონ. და კითხვა არის ახლა ესეთი, რომ ჩვენ რო ვიხედავით მაგალითად აღმოსავლეთით, აი ერთი საინტერესო ის მინდა გითხრათ FDI-ზე, ჩინეთი ხო, რომელსაც ხშირად მოვისმენთ, ხშირად საუბრობენ ეკონომიკის სამინისტროში და მე ვფიქრობ, რომ აუცილებელი სავაჭრო პარტნიორი არის ჩინეთი. სამწუხარო რიცხვი მინდა გითხრათ, თელ FDI-ში, რომელიც ჩვენ მივიღეთ, აი გასული პირველი კვარტლის რიცხვი არის ჯერ მხოლოდ ცნობილი, ეს არის დაახლოებით 200-300 მილიონი დოლარი. მხოლოდ დაახლოებით 4-5% მოდიოდა ჩინეთზე. და ამ 300 მილიონამდე რიცხვის 50%-ზე მეტი მოდის ევროკავშირის ქვეყნებიდან, როგორიც არის ბელგია, გერმანია, ნიდერლანდები. ანუ თემა რა არის ახლა, რომ ჩვენ რო ვამბობთ, რომ იცი რა არ გვჭირდება დასავლეთი, არ გვჭირდება ევროკავშირი, არ გვინა მაგათთან არაფერი, ჩვენ გვეყოფა ყირგიზეთი, ყაზახეთი, ცენტრალური აზია, ჩინეთი, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. რომელიც ფაქტიურად ამას რიცხვებიც კი ყვებიან ჩაღრმავების და ანალიზის გარეშე. წარმოიდგინეთ უბრალოდ ამ დაძაბული დასავლეთთან არსებული დაძაბული ურთიერთობის ფონზე ეს ქვეყნები კიდევ კაპიტალს დებენ საქართველოში პირდაპირ გზით და ამას არაკეთებს ჩინეთი, რომელთანაც წესით გვაქვს ბევრად უფრო დამხმარ ურთიერთობა. როგორ უნდა შეიფუთოს საქართველო მიმზიდველ საინვესტიციო ქვეყნად. ჩვენ გვახსოვს, როგორ იფუთებოდა წინა წლებში. იგივე ეს იაფი მუშახელი იყო ერთ-ერთი კოზირი, თუმცა ახლა აღარ ვართ ისეთი იაფი. დაბალი გადასახადები, ეკონომიკური თავისუფლების აქტი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ასე ვერ გაზრდის მარტივად გადასახადებს და რაღაცნაირი კოზირი იყო და შეიძლება მტკიცე დამაჯერებლობას ძენდა ეს ინვესტორებთან ურთიერთობისას.
ახლა რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ? ამ მთავრობამ თუ ვერა ახალმა მთავრობამ, როდესაც მათ შორის საგარეო კურსზეც გაქრება კითხვები, რომ ისევ მეტად მიმზიდველი გახდეს ჩვენი ქვეყანა. ჩემი პოზიცია, მე მინდა რომ ჩემი პოზიცია გავაჟღერო. ეხლა მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ისევ როგორც ყველა ქვეყანას, სხვა ეკონომისტები ხშირად ვსვამენ კითხვას, რომ რა არის შედარებითი უპირატესობა, რაც ნიშნავს, რომ შენ რას უნდა ყიდდე. მე არ მგონია გულწრფელად მიუხედავად იმისა, რომ არ ჩათვალოს, რომ რამეს ვერჩიან, ხულევში რომ ნავთობს ამუშავებენ, ან ის რომ იქ ხალხი ამით იხეიროს, მაგრამ მე არ მგონია, რომ ნავთობის ექსპორტი და გადამუშავება არის მთავარი უპირატესობა საქართველოს. მე მგონია, რომ მთავარი უპირატესობა და მით უმეტეს ავტომობილების ექსპორტი. მთავარი უპირატესობა ჩვენი არის გეოპოლიტიკური ლოკაცია. მე მგონია, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა რომელიც აბსოლუტურად უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, რომ ყველა მხარეს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ სადღაც შუაში ვიმყოფებით ძალიან უკიდურეს ევროპასა და უკიდურეს აზიას შორის, ჩვენ უნდა ვიყოთ კორიდორი. და ჩვენ უნდა ველაპარაკებოდეთ ყველას და უნდა გქონდეს ურთიერთობები, ძალიან ღრმა ურთიერთობები დასავლეთ პარტნიორებთან, უნდა ვისწრაფოდეთ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და უნდა ვისწრაფოდეთ მათი ეკონომიკური მოდელის საქართველოში გადმოტანისკენ. პარალელურად უნდა გქონდეს ურთიერთობები ჩინეთთან და უბრალოდ მარტივ რატო გგონე ხანდახან მგონია ხოლმე საერთოდ შევა რომ ხანდახან მგონია რომ ეს არ გამოდის და უნდა ავარჩიოთ რომ ან დასავლეთი გვინა ანუ არა მეგობრებო მაკრონიც ხვდება სი ძინპინს და ურსულა ვონ დერ ლაიენს ხვდება სი ძინპინს, ანუ ეს კომუნიკაციები და ეს ეკონომიკური ურთიერთობები რეალურად თანამედროვე სამყაროს სახე არის, რომელიც მულტიპოლარული ხდება უფრო დროთა განმავლობაში. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ, რასაც ეხლა ვაკეთებთ, არასწორად არის ის, რომ ფაქტობრივად ზურგს ვაქცევთ დასავლეთს, ვებუტებით რაღაც გვარად, იმიტომ რომ კონკრეტულმა ადამიანებმა, კონკრეტულმა მთავრობამ თუ ვინც იქნება რაღაცები ვერ დაალაგეს ერთმანეთში და ამითი რეალურად ქვეყნის ინტერესი ყვება შუაში, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიცია მოიაზრებს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გზა გამტარი. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ერთია რომ დასავლური ღირებულებების ქვეყანა ვართ და იმ ოჯახს მივეკუთვნებით ჩვენი კულტურით, რელიგიით თუ ასე შემდეგ. და მეორეა ის რომ ჩვენ ვიყოთ ეკონომიკურად მათთან ღირებულები, რომ ჩვენ გქონდეს რაღაცნაირად მეგობრობა როგორც ბელგიას და გერმანიასთან და პირდაპირ ეკონომიკური კავშირები, ისე ჩინეთთან, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი უპირატესობა. ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ ცვლილებების იმედი ამ მიმართულებით. სულ 3 წუთი გვჭება რატი და არ შემიძლია ეროვნულ ბანკზეც არ კითხო ძალიან მოკლედ. დღეს გვაქვს ვითარება, ინფლაცია თითქმის 6%-მდე დაჩქარდა, როცა მიზნობრივი არის 3%, თუმცა რეზერვების დაგროვების პოლიტიკას ეს უნდა აღვნიშნოთ ეროვნული ბანკის სასახელოდ გრძელდება წარმატებით 7 მილიარდს გადააჭარბა ჩვენმა რეზერვებმა, ლარიც სტაბილურია. ინსტიტუციური დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული კითხვების ფონზე. თქვენი აზრით ეს შედეგები სების მენეჯმენტის პროფესიონალიზმზე მიუთითებს, უნდა ვაღიაროთ ეს თუ უფრო იღბალია? და აქვე ძალიან მოკლედ ეკონომისტებში ნაწილი ყოველ შემთხვევაში უკვე სვამს კითხვებს ხომ არ სჯობს რეზერვები კარგია რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, მაგრამ მყარი ლარიც მნიშვნელოვანია, როცა ფასები ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას და ინფლაციაც დაჩქარებულია და ამიტომ თანდათან ნაკლები დოლარი ამოვიღოთ ეკონომიკიდან. აი ამაზეც რას ფიქრობთ, გითხარით? კი ბატონო. შვენელი კითხვა ასევე, ჩემს გაგაცნობთ. მე ვფიქრობ, რომ ორივე ფაქტორი არის. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სწორად იქცევა, რასაც აკეთებს გასული თვეების განმავლობაში. მე კითხვა შემიძლია დავსვა იმასთან დაკავშირებით, მიზანი რა არის მათი. ეხლა აუხსნიავს გულისხმობ. საქართველოში ფულადი ნაკადების შემოდინება, უცხოალტის შემოდინება ძალიან ძლიერი არის. ესეც მიბმული არის რუსეთ-უკრაინის ომთან, ესეც მიბმული არის ირანის ომთან, ესეც მიბმული არის იმ საგარეო ფაქტორებთან. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა ფუნდამენტურად ახალი გავაკეთეთ და ამის გამო ეხლა მეტი დოლარი შემოგვიყვება. როგორც ეკონომიკა, ისე? აბსოლუტურად. ეხლა უყურეთ, ეს არის იღბალი. ეხლა ეროვნულ ბანკს შეეძლო რომ ეს ან არ გამოიყენებინა საერთოდ, ან კონკრეტული გონივრული გზით მიემართა. ჩემი აზრით ეს გონივრულია, რაც ისინი აკეთებენ, ისინი ფიქრობენ რომ ჩვენ შეგვიძლია ცოტათი გავამყაროთ ლარი, ლარი ეხლა თავისუფლად შეიძლებოდა ღირებული იყო, მაგრამ $1 შეიძლებოდა ღირებული იყო 2.5 ლარი, სრულიად თავისუფლად არ ღირს 2.5 ლარი, ღირს 2.72 ლარი და ეროვნული ბანკი ამბობს რომ ისი რა ეს არაუშავს თუ ამის სანაცვლოდ მე შევძლებ რომ დავაგროვო რეზერვები, რომელიც ისტორიულად ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომელიც ტურბულენტურ გარემოში ყვება ხოლმე, შიდა პოლიტიკური დაძაბულობა იქნება თუ გარე, ეს შეიძლება გამომადგეს როგორც ბუფერი.
ეს არის ცენტრალური ბანკის მიზანი. მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკურად ეს არის აბსოლუტურად გამართლებული პოლიტიკა. იმასაც ვიზიარებ, რომ 7 მილიარდი დოლარის რეზერვები სრულიად საკმარისად გამოიყურება ეხლა და მგონია ისედაც, რომ ეროვნული ბანკი შეანელებს ამას თავისით, აუცილებლად ეგრე მოხდება, მაგრამ კითხვა, რომელიც აქ შეიძლება დავსვათ არის, რომ თქვენ ახსენეთ ხო პროფესიონალიზმი. დიახ, ეროვნულ ბანკში მუშაობენ პროფესიონალები, მე ამის მჯერა, მაგრამ აქ შეიძლება იყოს ერთი მომენტი, ეს შეიძლება იყოს გადაწყვეტილება, რომელიც ასევე მომავალ ან არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასთანაც იყოს კავშირში, იმიტომ რომ ქვეყანა, რომელიც 100%-ით დარწმუნებული არ არის, როგორ იქნება შემდეგი თვე, გვექნება თქვა პროტესტები, გვექნება დაძაბულობა, არეულობა, ასეთი ტიპის ქვეყნისთვის დოლარის ბუფერის ქონა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ლარის მერყეობა რო იყოს მომავალში და თქვენ გახსოვთ დარწმუნებული რომ კონდეს ბალიში ფინანსური 100%, ანუ ეს არის ცოტა ესეთი ოდნავ მწარე გემოს რო ტოვებს ამ პროფესიონალურ გადაწყვეტილებაში, რასაც ჩემი აზრით პროფესიონალურ რასაც სერბი აკეთებს, აი რატო მწარე გემოს ჩემთვის არის ის, რომ ეს შეიძლება იყოს მომავალი პოტენციური დაძაბულობებისთვის არსებული ბუფერიც მათ შორის. ძალიან დიდი მადლობა. მაინც კარგია რეზერვები. საინტერესო ანალიზისთვის წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში, ჩემი მოკლე კითხვაც უნდა. მე მგონია, რომ წერტილი საქართველოს უნდა დაუსვას მხარების არჩევას, რო შენ არ გელაპარაკები და სხვა. მადლობა კიდევ ერთხელ. წერტილი დღეს ამით დასრულებულია ჩვენს კითხვებს ეკონომისტი რატი ციკლაური პასუხობდა და რადგან დღეს წერტილის ზაფხულის სატელევიზიო სეზონის ბოლო გადაცემაა, ვისურვებდი სექტემბრიდან მთავრობის ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების პირველმა თუ მეორე პირებმა გაიაზრონ, რომ მათი ვალდებულებაა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რაში ხარჯავს ხელისუფლება ათეულობით მილიარდ ლარს ყოველ წელს და რამდენად ეფექტიანად, ანუ რა უმჯობესდება ხალხისთვის. მედიის გარეშე კი ვფიქრობ, შეუძლებელია 4 მილიარდიან მოსახლეობამდე 4 მილიონიან მოსახლეობას მიაწუდინოს ხმა. ბიზნეს მედია BMG ყოველთვის მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების ინფორმირებაში და არა მხოლოდ ჩვენ არ ვყვებით მხოლოდ ამბებს, ჩვენ ვსვამთ კეთილსინდისიერ კითხვებს, სადაც ყველაზე ხშირად ჭარბობს ორი კითხვა: რატომ და რამდენი? ამ კითხვების დასმას BM-წერტილიჯის გუნდი ზაფხულშიც გააგრძელებს, მე კი სექტემბრამდე გემშვიდობებით, მადლობა ნდობისთვის.